აუდიო წიგნი მზადდება შემეცნებითი საგანმანათლებლო პროექტის რადიო კინოს ფარგლებში. სტუდია კოცის, სოკო სტუდიოს და დიოგენე 2020-ის ბაზაზე. უახლესი ქართული თეატრის შემოქმედებითი პრობლემები და უმაღლესი სახელოვნებო განათლების გამოწვევები. ცალსახად იმის მტკიცება, რომ უახლესი ქართული თეატრი წვავე კრიზისს განიცდის, ან პირიქით მოსაზრება ქართული თეატრის უწყვეტი ევოლუციის, თუნდაც სწრაფი განვითარების პროცესშია, არაპროფესიული, უფრო მეტიც, არასერიოზულიც კი მეჩვენება. არ ამგონია სწორი პოზიცია იყოს იმის მტკიცება, რომ ქართული თეატრის რეპერტუარში მხოლოდ წარუმატებელი სპექტაკლები გვხვდება. ისევე როგორც წარმოუდგენლად მიმაჩნია ერთი კარგი გამართული სპექტაკლის ხარჯზე ქართული თეატრის შემოქმედებითი გამარჯვება ვიზეიმოთ და განვაცხადოთ, რომ ქართული თეატრი მოწოდების სიმაღლეზეა და შემოქმედებით მწვერვალებს იპყრობს. უახლესი ქართული თეატრის წინაშე კომპლექსური პრობლემები დგას, რომელიც დაკავშირებულია საკანონმდებლო ბაზასთან, კულტურის პოლიტიკის დოკუმენტის მიუღებლობასთან, უმაღლესი სახელოვნებო განათლების მოდიფიკაციასთან, კვლევებისა და მონიტორინგის უგულებელყოფასთან, თეატრის მართვის მოდელების და ხერხების დამკვიდრებული, აპრობირებული ფორმისა და მეთოდის ხელახალი გადახედვის მზაობის არარსებობასთან, სისტემური ცვლილებების მოუმზადებლობასთან. უახლეს ქართულ თეატრში დომინანტური პოზიცია უჭირავს ათწლეულების წინ დამკვიდრებულ სტანდარტს, აპრობირებულ სისტემას, რომელიც ხელს უწყობს კონფორმიზმის გამყარებას თეატრის მართვაში. შემოქმედებითი პროცესი უახლეს ქართულ თეატრში ძირითადად არათანმიმდევრულია. პრობლემების სპექტრი შეუსწავლელი. ქართული თეატრი ძირითადად მაინც ტრადიციული გზით ვითარდება. იშვიათი შემთხვევების გარდა ჩვენში არც ისე პოპულარულია არავერბალური თეატრი, ისევე როგორც დოკუმენტური თეატრი. ქართული თეატრი ცდილობს ექსპერიმენტების განხორციელებას, რაც ძირითადად ფორმის ძიებაში გამოიხატება და არა სათეატრო ენის. ამიტომაც აზროვნებითა და მსოფლმხედველობით ხშირ შემთხვევაში ისევ ტრადიციების ერთგული რჩება. უახლესი ქართული თეატრისთვის უცხო გახდა რადიკალიზმი. ის უფრო მოკრძალებულ ტონს ირჩევს, ფრთხილობს, ანგარიშს უწევს მაყურებელს. უახლესი ქართული თეატრის ზოგადი შემოქმედებითი პრობლემების განხილვისას გვერდს ვერ ავუვლით ქვეყნის ორ წამყვან თეატრზე საუბარს. ფაქტია, რომ ამინდს ქართულ თეატრში ყოველთვის მაინც რუსთაველის და მარჯანიშვილის თეატრები ქმნიდნენ და თითქმის ასეა დღესაც. ამიტომაც გამოვყოფ მათ. თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ სხვა თეატრებში საინტერესო თეატრალური პროექტები არ ხორციელდება, ვიდრე დასახელებულ და ტრადიციულ ავტორიტეტულ თეატრებში, რომელთა რეპერტუარში არაერთი მდარე ხარისხის, რეჟისორის თუნდაც სამსახიობო ანსამბლის გათვალისწინებით სპექტაკლები გვხვდებოდა და დღესაც გვხვდება. სხვა თეატრებში მიმდინარე შემოქმედებითი პროცესები კი მაინც დიდი მდინარის შენაკადებს წარმოადგენენ, რომელთა შორის ზოგი ძლიერი და მნიშვნელოვანია, ზოგი სუსტი და უმნიშვნელო, მაგრამ მაინც შენაკადია. ხშირ შემთხვევაში დედაქალაქიდან მოშორებით რეგიონში უფრო ჰქონდა ადგილი ცოცხალ ექსპერიმენტებს, ვიდრე დედაქალაქის თეატრებში. თვალში საცემი იყო ის გარემოებაც, რომ ხშირად მხატვრული ხარისხის თვალსაზრისით რეგიონში დადგმული სპექტაკლები დედაქალაქის თეატრებისას არ ჩამოუვარდებოდა. უფრო მეტიც, სჯობდა კიდეც ხშირად. ეს პროცესი გრძელდებოდა პანდემიამდეც. 2012-2020 წლებში შემოქმედებითმა კრიზისმა რუსთაველის თეატრში უფრო ფართე მასშტაბი მიიღო. სტურუამ 8 წლის მანძილზე მხოლოდ 7 სპექტაკლი, ხოლო სხვა რეჟისორებმა, გოჩა კაპანაძემ, ნიკა შველიძემ ამავე თეატრში სულ 4 წარმოდგენა განახორციელეს. დაუტვირთავი დარჩა 3 სცენა. სარეპეტიციო აფიშა იშვიათად ახლდებოდა. ამის მიუხედავად, რუსთაველის თეატრი ინერციით თუ დიდი შრომის ფასად მაინც ინარჩუნებდა მხატვრულ ხარისხს.
თეატრში მიბრუნებული რობერტ სტურუა დასის გაახალგაზრდავება შეეცადა. თუმცა ზაზა პაპუაშვილის, ლევან ბერიკაშვილის, დავით დარჩიას, ნინო კასრაძის, მარინა კახიანის, ნანუკა ხუსკივაძის და კიდევ რამოდენიმე გამორჩეულ მსახიობთა თაობა ახალგაზრდებმა ღირსეულად ვერ ჩაანაცვლეს და შესაბამისად ვერც მათი ადგილი დაიკავეს. თუ არ ჩავთვლით ია სუხიტაშვილს. რობერტ სტურუას რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან განთავისუფლების შემდეგ თეატრის ექსპერიმენტული სცენაც მუდამ ღია იყო ახალგაზრდა რეჟისორებისათვის. განსხვავებით მთავარი სცენისაგან. თითქმის 2 წლის განმავლობაში რუსთაველის თეატრის ეს სივრცე ისევე როგორც მცირე სცენა საკმაოდ დატვირთული იყო პრემიერებით. სამწუხაროდ, ექსპერიმენტულ სცენაზე განხორციელებული წარმოდგენები წარმატებულ სპექტაკლებად, გარკვეულ მოვლენად, ტენდენციის, პროცესის გამომხატველად ვერ იქცა. რობერტ სტურუას თეატრში დაბრუნების შემდეგ კი ეს პროცესიც შეწყდა. ექსპერიმენტულ სცენაზე წლების განმავლობაში ფაქტობრივად არაფერი განხორციელებულა. 2012 წლის რუსთაველის თეატრის გამლილ სეზონს თუ გადავავლებთ თვალს, აშკარა გახდება, რომ ამ თეატრს არ ჰყავს სამხატვრო ხელმძღვანელი, რაც დაეტყო რეპერტუარსაც და წარმოდგენების მხატვრულ ხარისხსაც. 2011-2012 წლების სეზონში რუსთაველის თეატრში 6 სპექტაკლი დაიდგა. რუსთაველის თეატრს 3 სცენა აქვს. დიდ სცენაზე სპექტაკლი არ დადგმულა. თუ არ ჩავთვლით რეჟისორ დავით საყვარელიძის პროექტს ოლივერი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლისა და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ერთობლივი პროდუქტი იყო რუსთაველის თეატრთან ერთად. რაც შეეხება მცირე სცენას, აქ მხოლოდ 1 სპექტაკლი განახორციელა გოჩა კაპანაძემ, ფრიდრიხ შილერის მარიამ სტიუარტი. გოჩა კაპანაძემ 1986 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1995 წელს პარიზის პიტერ ბრუკის საერთაშორისო თეატრალური ცენტრის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1986 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. 2019 წელს მიენიჭა ხელოვნების აკადემიური დოქტორის სტატუსი. 1993 წლიდან თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის მსახიობის ოსტატობის პედაგოგია. მონაწილეობდა სპექტაკლებში სამანიშვილის დედინაცვალი, არისტო, ცხენი, ჰამლეტი, პოლონიუსი, მესაფლავე. წლების განმავლობაში თბილისის აზერბაიჯანულ და რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრებს ხელმძღვანელობდა. 2012 წლიდან ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის კონსულტანტია, ხოლო 2014 წლიდან სამხატვრო ხელმძღვანელი. მის შემოქმედებას კარგად იცნობენ როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთაც, განსაკუთრებით აზერბაიჯანში. ბაქოს თეატრებში დადგმული აქვს რამოდენიმე სპექტაკლი. 1996 წელს ნიუ-იორკში ბროდვეიზე გაიმართა მისი სპექტაკლის ჩემოდანი პრემიერა. საქართველოს სხვადასხვა თეატრებში დადგმული აქვს შემდეგი სპექტაკლები: მზის დაბნელება საქართველოში, მოხუცი ჯამბაზები, 1, 2, 3, ბედი წარმავალთა, დარისპანის გასაჭირი, საქართველოს უკანასკნელი დედოფალი, აზნაურები, მატარებელი, მე ბებია ილიკო და ილარიონი, უჩინმაჩინის ქუდი, ღალატი, მედეა, ბერნარდა ალბას სახლი, მარიამ სტიუარტი, ჯაყოს ხიზნები, მთვარის მოტაცება, კვაჭი კვაჭანტირაძე და სხვა. დადგმული აქვს საოპერო სპექტაკლები თბილისისა და ბათუმის საოპერო თეატრებში. როგორც მოგახსენეთ, მცირე სცენაზე მან მხოლოდ 1 სპექტაკლი განახორციელა, ფრიდრიხ შილერის მარიამ სტიუარტი, რომელიც აღადგინა რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ. ხოლო ექსპერიმენტულ სცენაზე 3 სპექტაკლი განხორციელდა: ივანე და ძაღლები, ყვითელი მთვარე და შემეხე. 3 პროექტიდან არც ერთი არ შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად.
დიდი გამოხმაურება მოჰყვა სპექტაკლს შემეხე, რომელიც მწვავედ გააკრიტიკა თეატრალურმა სამყარომ. ქართული თეატრის გამოჩენილმა მოღვაწეებმა რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე განხორციელებული დადგმა პოლიტიკურ იარაღადაც გამოიყენეს და შემეხეს დადგმის ფაქტი რობერტ სტურუას გათავისუფლების ფაქტს დაუკავშირდა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პროექტს განხორციელებულს ექსპერიმენტულ სცენაზე სწორედ რობერტ სტურუას სამხატვრო ხელმძღვანელობის პერიოდში ჩაეყარა საფუძველი, როცა მემორანდუმი გაფორმდა ლონდონის ნაციონალურ თეატრთან. 2011-2012 წლების სეზონზე რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე სატელევიზიო გასართობ შოუ პროექტს ნიჭიერი და ცეკვავენ ვარსკვლავები დაეთმო. 2007-2020 წლებში ჭრელი იყო მარჯანიშვილის თეატრის რეპერტუარიც. შემოქმედებითი პრობლემები ამ თეატრის წინაშეც დადგა. მიუხედავად იმისა, რომ რიცხობრივად აქ უფრო მეტი სპექტაკლი იდგმებოდა და თეატრი ინტენსიური შემოქმედებითი ცხოვრებით ცხოვრობდა. მრავალფეროვანი რეპერტუარიდან მხოლოდ 5-6 სპექტაკლის გამოყოფა შეიძლება, რომელთა ავტორებიც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან წულაძე და ამ თეატრში მოღვაწე თემურ ჩხეიძეა. 10 წლეულის განმავლობაში 100-ზე მეტი დადგმული სპექტაკლიდან აღსანიშნავია ჩეხოვის ქალი ძაღლით, კოკი მიტანის ჟოლო, შექსპირის როგორც გენებოთ, გოგოლის შეშლილი წერილები, ბათიაშვილის ბეგალუტ უცხოობაში, რეჟისორი ლევან წულაძე, გალსერანის გრონჰოლმის მეთოდი, რეჟისორი თემურ ჩხეიძე. ლევან წულაძის სპექტაკლის შექსპირის როგორც გენებოთ ტექსტის ადაპტაცია ლაშა ბუღაძისაა. მსოფლიო პრემიერა შექსპირის თეატრ გლობუსში შედგა საერთაშორისო ფესტივალის მთელი სამყარო გლობუსში ფარგლებში. საერთაშორისო ფორუმში მსოფლიოს 37 ქვეყნის თეატრი მონაწილეობდა. ფესტივალში მონაწილე 37 სპექტაკლიდან გარდიანის 5 ვარსკვლავი მხოლოდ 2 სპექტაკლმა მიიღო. მათ შორის ქართულმა თეატრმა. გაზეთი წერდა, თუ საქართველოს სხვა თეატრების დონე ოდნავ მაინც უახლოვდება მარჯანიშვილის თეატრისას, მაშინ თეატრის კრიტიკოსის პროფესია ამ ქვეყანაში უდაოდ ყველაზე სანატრელად უნდა ჩაითვალოს. გარდიანი, ინგლისური ყოველდღიური გაზეთი, დაარსდა 1821 წელს მანჩესტერში მანჩესტერის გარდიანის სახელწოდებით. 1959 წელს გადაერქვა სახელწოდება და გარდიანი ეწოდა. 1964 წელს გაზეთის რედაქცია ლონდონში გადავიდა. გაზეთის ოფიციალური საიტი ყველაზე პოპულარულია ბრიტანული გაზეთების საიტთა შორის და ბევრ ისეთ სტატიასაც შეიცავს, რომელიც თავად გარდიანის ფურცლებზე ვერ ხვდება. სტატია ლევან წულაძის სპექტაკლის შესახებ დაიბეჭდა გაზეთ გარდიანში 2012 წლის 22 მაისს. სპექტაკლს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ლონდონში და არაერთი დადებითი სტატია გამოქვეყნდა ქართულ თეატრზე. რობერტ სტურუას შემდეგ ლევან წულაძემაც შეძლო ბრიტანეთში კვლავ აელაპარაკებინა პროფესიული საზოგადოება ქართულ თეატრზე, მის ფენომენზე. ამ პერიოდის მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლებიდან აღსანიშნავია დავით საყვარელიძის სპექტაკლი ნაფტალინი. ის ბუღაძის პიესის მიხედვით დაიდგა. წარმოდგენაში ვასილ მჟავანაძის როლს 80 წლის ოთარ მეღვინეთუხუცესი ასრულებდა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაარწმუნა მაყურებელი თავის პროფესიონალიზმსა და შემოქმედების მასშტაბში. მსახიობის სცენაზე გამოჩენიდან მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ ხვდებოდა მაყურებელი, რომ ის ოთარ მეღვინეთუხუცესი იყო. ეს იყო მსახიობის ნამდვილი შინაგანი გარდასახვა, რომელიც მისთვის უჩვეულო
კომედიის ჟანრში და განსხვავებულ ამპლუაში მოგვევლინა. ამავე პერიოდში მარჯანიშვილის თეატრის მცირე სცენაზე დაიდგა ბეკეტის კრეპის უკანასკნელი ფირი. რეჟისორმა ნიკა ლუარსაბიშვილმა 2012 წელს ამ სპექტაკლისათვის დურუჯი მოიპოვა. 2004 წლიდან ვასო აბაშიძის მუსიკალური კომედიის თეატრი ჩამოყალიბდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად და მას ეწოდა ვასო აბაშიძის სახელობის თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრი. სწორედ ამ პერიოდიდან თეატრს სათავეში ჩაუდგა დავით დოიაშვილი. თეატრს შეეცვალა მხატვრული მიმართულება, თუმცა სეზონის განმავლობაში ერთხელ მაინც იდგმებოდა მიუზიკლი ან ერთი მუსიკალური სპექტაკლი. მაგალითად გაყრა, მერი პოპინსი, მუსიკის ჰანგები, ვერის უბნის მელოდიები, შეყრა. ყველა დადგმის ავტორი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით დოიაშვილია. თეატრში მუსიკალური წარმოდგენები დრამატულმა სპექტაკლებმა ჩაანაცვლა. ერთი მხრივ ეს განპირობებული იყო თეატრის ახალი სახელწოდებით, ხოლო მეორე მხრივ ტექნიკური შესაძლებლობებით. 10 წლეულების განმავლობაში დასი წარმოდგენებს თეატრის ფოიეში საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე მართავდა და არა ისტორიულ სცენაზე. დავით დოიაშვილმა მოახერხა გამორჩეული ახალგაზრდული რესურსის, რეჟისორების, მსახიობების, თეატრის გარშემო შემოკრება, რამაც ასახვა შედეგებზეც პოვა, რადგანაც დავით დოიაშვილის ხელმძღვანელობის პერიოდში მუსიკისა და დრამის თეატრი იქცა პრესტიჟულ სივრცეთ, სადაც საინტერესო შემოქმედებითი პროცესები მიმდინარეობდა. დავით დოიაშვილმა კიდე ერთ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი. პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე თეატრის შეხვედრას მართავდა კრიტიკოსებთან და მათ მორიგ საპრემიერო ჩვენებაზე ეპატიჟებოდა. წარმოდგენის დასრულების შემდეგ კრიტიკა ხვდებოდა დამდგმელ ჯგუფს და ეწყობოდა სპექტაკლების განხილვა ანალიზი. საინტერესო შემოქმედებითი პროცესები მიმდინარეობდა მუსიკისა და დრამის თეატრში 2005-2020 წლებში. ერთ-დროს მასობრივ, დემოკრატიული და მუშათა კლასის თეატრი დღეს ერთგვარ ბრენდადაც იქცა, რაც დავით დოიაშვილის სახელთან და ამ თეატრში მის მოღვაწეობასთან არის დაკავშირებული. დავით დოიაშვილის, უილიამ შექსპირის და სხვა კლასიკოსი დრამატურგების პიესების თანამედროვე ინტერპრეტაციების ცდებმა კრიტიკოსთა შორის დიდი ინტერესი გამოიწვია. მის მიერ განხორციელებული შექსპირის შუა ზაფხულის ღამის სიზმარი, მოლიერის ტარტიუფი, გორკის ფსკერზე, ზოგადად ქართული თეატრის წარმატებად იქნა აღიარებული. აღსანიშნავია ისიც, რომ 2007-2020 წლებში მუსიკისა და დრამის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის დავით დოიაშვილის მოწვევით სხვა რეჟისორთა დადგმებით წარმატებული აღმოჩნდა. მათ შორის შექსპირის რომეო და ჯულიეტა, რეჟისორი დავით მღებრიშვილი, კეინის ფსიქოზი 4:48, რეჟისორი მაკა ნაცვლიშვილი, უაილდის დორიან გრეის პორტრეტი, რეჟისორი ნინი ჩაკვეტაძე, ევრიპიდეს მედეა, რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანი, მერიმეს კარმენი, რეჟისორი კოტე ფურცელაძე. აღნიშნული სპექტაკლები გამოირჩეოდა ლიტერატურულ პირველწყაროთა ახლებური გააზრებით, ფორმითა და საშემსრულებლო ხარისხით. თეატრის ახალგაზრდა მსახიობები და არა მარტო გამოირჩეოდნენ კარგი ფიზიკური მომზადებითა და პლასტიკით, რაც სპექტაკლის წარმატებას განაპირობებდა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც. რაც შეეხება კინომსახიობთა თეატრს, აქ ახალ თეატრალურ სეზონებს კვლავ თეატრის დამაარსებლის, მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლით, ბაკულას ღორებით ხსნიდნენ. ტრადიციებისადმი ფანატიკურმა ერთგულებამ საგრძნობლად დააშორა თეატრი დროს. ერთადერთი
გარღვევა თეატრის უახლოეს წარსულში მიხეილ მარმირონისის R+G ბედისწერა დაბნეულია მესამე განზომილება აღმოჩნდა, რომელიც მნიშვნელოვან პერსპექტივას შლიდა სპექტაკლში მონაწილე მსახიობთათვის და საინტერესო ასოციაციებს აღვიძებდა მაყურებელში. მაგრამ ბოლომდე მისაღები არ აღმოჩნდა ის თავად თუმანიშვილის იდეების მიმდევრებისათვის. 2015 წელს კინომსახიობთა თეატრში მცირე სცენა გაიხსნა სარა რულის სუფთა სახლით, რეჟისორი ნინი ჩაკვეტაძე. ამ კამერულ სათეატრო სივრცეში ასევე განხორციელდა მროჟეკის პოლიცია, რეჟისორი ზურაბ გეწაძე და დაგვიანებული ჩაი, რეჟისორი ზურაბ გურგენიძე. უახლესი ქართული თეატრი, მიუხედავად ახალი საბაზისო ეკონომიკური პირობებისა, კვლავ საბჭოთა თეატრის დაფინანსების მოდელით ფუნქციონირებს. გარდამავალი ეკონომიკის პირობებში, ქართული თეატრი ცდილობს შეინარჩუნოს არა მხოლოდ დაფინანსების ძველი მოდელი, არამედ შინაარსი და ფორმაც. ამ ფონზე ძალზე მნიშვნელოვანი ლაბორატორია ჩამოყალიბდა სამეფო უბნის თეატრში, სადაც ახალგაზრდების ჯგუფს გააჩნდა მკვეთრად ჩამოყალიბებული სათქმელი, გამოხატვის ფორმა და იგრძნობოდა მუდმივი ძიების, განახლების პროცესი. სამეფო უბნის თეატრში ხორციელდებოდა უცნობი თუ კარგად ნაცნობი პიესების პირველი სცენური ინტერპრეტაციები, თანამედროვე ევროპული და ეროვნული, ასევე კლასიკური დრამატურგიიდან. ეს პროცესი ბუღაძის ნუგზარი და მეფისტოფელის დადგმით დაიწყო და გრძელდება დღემდე. ერთი იდეის ქვეშ გაერთიანებული ახალგაზრდა რეჟისორი დათა თავაძე, დრამატურგი დავით გაბუნია და მათი მსახიობები თანამოაზრე სხვა ახალგაზრდა რეჟისორებთან ერთად იმ ბირთვს წარმოადგენდნენ, რომლებსაც ქართული თეატრალური სამყარო იმედის თვალით შეხურებდა. სამეფო უბნის თეატრის რეპერტუარი 2010-2020 წლებში იყო დროის, ეპოქის ადეკვატური, სისტემური და თანმიმდევრული. უახლესი ქართული თეატრის რეპერტუარში გვხვდებოდა ერთი და იგივე პიესა, მრავალგზის გადაღეჭილი, აპრობირებული და ამოწურულიც კი. ხშირი იყო შემთხვევა, როცა რეჟისორები სხვადასხვა თეატრში უკვე მრავალჯერ დადგმულ პიესას ახორციელებდნენ. ამ ტენდენციამ მაშინ საშიში სახეც კი მიიღო, რომელიც პირდაპირ აისახებოდა არა მხოლოდ რეჟისორის, არამედ მასში მონაწილე მსახიობების შემოქმედებაზე, თავად თეატრზეც. ერთი თეატრიდან უკვე დადგმული სპექტაკლის მეორეში გადადგმა ზღუდავდა არა მხოლოდ შემოქმედებით პროცესს, არამედ აზროვნებას, ფანტაზიის განვითარებას, მსახიობთა შემოქმედებით განვითარებას და პროფესიულ ზრდას. მე-20 საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევარში თბილისში რამოდენიმე დამოუკიდებელი თეატრი გაიხსნა. ბევრმა ვერ გაუძლო შექმნილ კონკურენციას და შეწყვიტა არსებობა. რამდენიმემ კი საგრძნობი კონკურენცია გაუწია სახელმწიფო თეატრებს. დამოუკიდებელ, კერძო თეატრებს შორის 2010-2020 წლებში ქართული თეატრის რუქაზე სერიოზულ მოთამაშეებად თავისუფალი და სამეფო უბნის თეატრები გამოდიოდნენ, რომლებიც სტაბილურად მართავდნენ წარმოდგენებს და პრემიერებს. ოდნავ მოგვიანებით გააქტიურდნენ თეატრი ათონელზე და მოძრაობის თეატრები, რომელთაც თავისი მაყურებლის წრე შეიძინეს. 2013 წლამდე სამეფო უბნის თეატრს არ ჰქონდა სახელმწიფო დაფინანსება და ამის მიუხედავად შეძლო 3 პრემიერის გამართვა. ნინო ხარატიშვილის ლივშტაინი, სპექტაკლი, რომელშიც საინტერესო სამსახიობო გუნდი შეიკრა, ნინო ბურდული, გია ბურჯანაძე, კატო კალატოზიშვილი და იაკო ჭილაია. ნიკა თავაძემ მროჟეკის სტრიპტიზის დადგმა განახორციელა, ხოლო მიხეილ ჩარკვიანმა რაინერ ვერნერ ფასბინდერის კაცელმახერი. ამ უკანასკნელმა 2013 წლის თეატრალური პრემია დურუჯი მოიპოვა.
თავისუფალ თეატრში ამ პერიოდში რამოდენიმე სპექტაკლი დაიდგა. მათ შორის გამორჩეულ სპექტაკლებად იმხანად სათეატრო კრიტიკამ ავთო ვარსემაშვილის მექანიკური ფორთოხალი და ვანო ხუციშვილის თოჯინების სახლი მიიჩნია. თავისუფალი თეატრი რჩებოდა პოლიტიკური თეატრის პრინციპების ერთგული და აქტუალური სოციალური პრობლემების გამჟღერებელი. ამიტომაც მაყურებელს განსაკუთრებით უყვარდა თავისუფალი თეატრი, რადგან იქ მისთვის ახლობელი, ნაცნობი ისტორია ხვდებოდა. ანშლაგებით იმართებოდა ავთო ვარსემაშვილის მექანიკური ფორთოხალი, რომელშიც რეჟისორმა მოქმედება გასული საუკუნის 90-იან წლების საქართველოში გადმოიტანა. ამბავი ქართულ რეალობას მოარგო და მოურიდებლად ამხელდა ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც. 2013 წლიდან თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა რეჟისორი დიმიტრი ღვთისიაშვილი, რომელმაც ბევრ რეჟისორს თავისი პროექტების განხორციელების საშუალება მისცა. ასეთ ტრადიციას საფუძველი მოზარდ მაყურებელთა თეატრში რეჟისორმა და გამოჩენილმა პედაგოგმა შალვა გაწერელიამ ჩაუყარა საფუძველი, რომელიც თეატრს 1976-1996 წლებში ხელმძღვანელობდა. შალვა გაწერელია 1931-2012 წლები თანამედროვე ქართული სათეატრო რეჟისურის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი. 1957 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. მუშაობდა მოზარდ მაყურებელთა ქართულ და ჭიათურის თეატრებში. 1973-75 წლებში მუშაობდა საქართველოს რადიო მაუწყებლობისა და ტელევიზიის სახელმწიფო კომიტეტის ტელესტუდიაში, სადაც წარმატებული იყო მისი დადგმები: დავით კლდიაშვილის ბაკულას ღორები, ირინეს ბედნიერება, ჯაფარიძის ჩვენებურები. 1976-96 წლებში გაწერელია მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მთავარი რეჟისორი იყო, სადაც განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმა, თეატრი მკვეთრი მსოფლმხედველობის მქონე, თანამედროვე, ახალგაზრდულ თეატრად გარდაქმნა. გაწერელიას სახელს უკავშირდება მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის შემოქმედებითი მიღწევების სახელოვანი პერიოდი. მისი მიამბოხე სპექტაკლების ხანგრძლივი ეპოპეა. დადგმული აქვს 80-მდე სპექტაკლი. მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში განხორციელებული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია ჰაკეტისა და გუდრიჩის ანა ფრანკის დღიური, ვაჟა-ფშაველას მოკვეთილი, კლდიაშვილის ქამუშაძის გაჭირვება და ირინეს ბედნიერება, ბრეხტის სიმონა მაშრის სიზმრები, დუმბაძის მევხედავ მზეს და კუკარაჩა, ლავრენევის რღვევა, სამსონაძის ბედნიერი ბილეთი, აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე. 1960 წლიდან შალვა გაწერელია პედაგოგიურ მოღვაწეობას შეუდგა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2009 წლიდან ხელმძღვანელობდა მაგისტრანტთა ჯგუფს საშემსრულებლო ხელოვნებისა და დრამის რეჟისურაში. გაწერელიას სახელოსნოში დადგმული წარმოდგენებიდან აღსანიშნავია ოსტროვსკის უმზითვო, იბსენის ჰედა გაბლერი, სიზიფი და სიკვდილი, გორკის ფსკერზე და ვასა ჟელეზნოვა, ანდერსენის თოვლის დედოფალი, კლდიაშვილის დარისპანის გასაჭირი, ჩეხოვის თოლია და ალუბლის ბაღი, დადიანის გუშინდელნი, სამსონაძის იქ სადაც ღვარად მოედინება, ბუღაძის სულიერი არსებები და პატარა პიესები. 1997 წელს შალვა გაწერელია დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. 2009 წელს მიენიჭა ემერიტუსის წოდება. დიმიტრი ღვთისიაშვილის სამხატვრო ხელმძღვანელობის პერიოდში მოზარდ მაყურებელთა თეატრთან ითანამშრომლეს რეჟისორებმა ლევან წულაძემ, გოგა თავაძემ უმცროსმა, დათა თავაძემ, ნიკოლოზ საბაშვილმა, ავთანდილ დიასამიძემ და სხვებმა. თეატრში გაიხსნა მესამე ექსპერიმენტული სცენა, სადაც არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდა, რომელთაგან განსაკუთრებული ნიკოლოზ საბაშვილის 1945, რომელიც
პრემია დურუჯით აღინიშნა. დიმიტრი ღვთისიაშვილის ხელმძღვანელობის პერიოდში თეატრი ცდილობდა ერთგვარი სტიგმისაგან თავის დაღწევას, რომ ის მხოლოდ საბავშვო თეატრი არ არის. თეატრი ცდილობდა მაყურებლის სეგმენტის გაფართოებას. თბილისის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში სპექტაკლებზე დასწრება და წარმოდგენების ანალიზი დაიწყეს კრიტიკოსებმა, ისევე როგორც თბილისის თოჯინების თეატრში. სამხატვრო ხელმძღვანელი ელენე მაცხონაშვილი, სადაც მისულ მაყურებელს მხოლოდ საბავშვო რეპერტუარი არ ხვდებოდა. რეგიონის თეატრებში შემოქმედებით პრობლემებთან ერთად მენეჯმენტის პრობლემაც იდგა 10 წლეულობის განმავლობაში, რომელიც დღესაც არ არის გადაჭრილი. რეგიონების თეატრებში არ დანერგილა თანამედროვე დროის ადეკვატური მარკეტინგისა და მენეჯმენტის სისტემა. არადა თეატრი ერთადერთი კულტურის კერაა მუნიციპალიტეტებში, რომელიც მნიშვნელოვან როლს უნდა ასრულებდეს რეგიონის კულტურულ ცხოვრებაში. ზოგიერთი თეატრი ფიქტიურად ფუნქციონირებს, სისტემატურად არ მართავს წარმოდგენებს. გარკვეული თეატრების ნაწილი სეზონის განმავლობაში მხოლოდ საპრემიერო ჩვენებით შემოიფარგლება. როცა თეატრი სტაბილურად არ ფუნქციონირებს, მას შორდება მაყურებელიც. საბედნიეროდ, ფიქტიურად ფუნქციონირებადი თეატრების პარალელურად 2007-2020 წლებში აქტიურად მუშაობდა ქუთაისის, ფოთის, ბათუმის, გორის, ჭიათურის, ოზურგეთის, დმანისის, ზუგდიდის დრამატული თეატრები. უახლეს ქართულ თეატრში მიმდინარე პროცესების ანალიზისას აქტუალურია სასცენო მეტყველების პრობლემა, რომელიც ყველაზე ნაკლებად ეხება უფროს თაობას, ვინაიდან მათ დიდი გამოცდილება აქვთ. საშუალო თაობიდან მოყოლებული და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში სასცენო მეტყველების საკითხი ძალიან მწვავედ დგას. ქართული თეატრის მიმდინარე რეპერტუარის სპექტაკლების უმრავლესობაში მაყურებელი ეჩეხება სიტყვის სწორად წარმოთქმის პრობლემას. რეპერტუარში აქტიურად დატვირთულ მსახიობთა გარკვეულ ნაწილს პრობლემა აქვთ ტექსტის მაყურებლამდე მიტანაში. ფაქტია, რომ მსახიობთა ნაწილი სათანადოდ ვერ ფლობს ხელობას, თუ როგორ გადასცეს აზრი, იდეა, აქცენტი, ქვეტექსტი მაყურებელს. ამიტომაც წყდება კავშირი, კომუნიკაცია პარტერსა და სცენაზე გათამაშებულს შორის. უახლესი ქართული თეატრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა რეჟისორების მიერ პიესის შერჩევა. არასწორი არჩევანი ფუჭად დაკარგულ ფინანსურ და ადამიანურ რესურსზე, სპექტაკლის სიცოცხლის უნარიანობაზე აისახება. უახლეს ქართულ თეატრში დრამატურგიის არჩევანის პრობლემა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ უკვე ტენდენციის სახე მიეცა. 2000-იანი წლების რეპერტუარში გვხვდება არაერთი წარმოდგენა, რომელშიც არ ჩანს მოქალაქეობრივი რეჟისორის პოზიცია, მსოფლმხედველობა. დადგმების გარკვეული ნაწილი არის აბსტრაქტულ თემებზე, რომელიც არ ასახავს და არ ეხმიანება იმ ამბებს, რომლებიც ახლა და აქ დგას დღის წესრიგში. ეს პრობლემა სწორედ ლიტერატურული პირველწყაროს არჩევნიდან იღებს სათავეს. მხატვრულად და კომპოზიციურად გამართული პიესის არჩევა სპექტაკლის წარმატების საწინდარია და ეს ავიწყდებათ ხოლმე ჩვენ რეჟისორებს, რომლებიც სპექტაკლებს დგამენ ნაკლებად აქტუალურ საკითხებზე. ამასთანავე თეატრები ცდილობენ იპოვონ პიესები, რომლებიც მაყურებელს მოიზიდავს. ამაში არაფერია განსაკუთრებული, მაგრამ შერჩევისას აქცენტი კეთდება ან უკვე მრავალგზის აპრობირებულ პიესაზე, ან ახალ, მაგრამ საეჭვო მხატვრული ღირებულების ტექსტზე. ძირითადად რეჟისორები მაინც კომედიებს ირჩევენ, მაგრამ დადგმის პროცესში ბევრი პრობლემა იჩენს თავს. ვინაიდან კომედიური ჟანრის პიესის დადგმა გაცილებით ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, ვიდრე საყოფაცხოვრებო დრამის. ამიტომაც სცენაზე ხშირად ხვდებით კომედიურ და გასართობ, გნებავთ მაყურებლის განსამუხ წარმოდგენებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში საეჭვო ხარისხის და ღირებულების ნაწარმოებები იყო. ასეთი დადგმები ემსგავსებოდა სატელევიზიო გასართობ კომედიურ შოუებს. რეჟისორები კი ასეთ დადგმებს მაყურებლის მოთხოვნით დამართლებდნენ.
თეატრმა მაყურებელს უდავოდ უნდა გაუწიოს ანგარიში, ვინაიდან მის გარეშე თეატრს აზრი არა აქვს, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს მხატვრული ხარისხის ხარჯზე. ზემოთ საუბრობდით რეჟისორის მიერ პიესის არჩევასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, რომლებიც ერთგვარ კავშირშია რეჟისურაში გამეფებულ კონფორმიზმთან. უახლესი თეატრის პერიოდში კვლავ გამოიკვეთა ტენდენცია, რაც ერთხელ დადგმული სპექტაკლის ხელმეორედ ან მეტჯერ სხვა თეატრებში დადგმასთან არის დაკავშირებული. ასეთ შემთხვევებს კარგად იცნობს უახლესი მსოფლიო თეატრი და არც ქართული თეატრია გამონაკლისი. იმ განსხვავებით, რომ მაგალითად ევროპულ თეატრში კონკრეტული რეჟისორის მიერ დადგმული სპექტაკლი თუ წარმატებული გამოდგა, მის დადგმას ითხოვს სხვა ქვეყნის თუ ქალაქის თეატრები. ეს ტენდენცია ევროპაში ძირითადად საოპერო და საბალეტო სფეროში შეიმჩნევა, იშვიათად დრამატულ თეატრში. უახლესი ქართული თეატრის მაგალითზე კი ერთი და იმავე სპექტაკლს კონკრეტული რეჟისორი მეორე თეატრში იმიტომ კი არ დგამს, რომ ეს წარმატებულია, არამედ ერთხელ დადგმულის მეორეჯერ დადგმა უფრო მარტივია. ამიტომაც ქართულ თეატრში მოღვაწე რეჟისორების ნაწილი ახალი პიესის მოძიებას კი არ იწყებენ, არამედ ურჩევნიათ განხორციელებული წარმოდგენის განმეორება სხვა შემადგენლობით, მაგრამ თითქმის უცვლელი დეკორაციით. ამ ტენდენციამ ერთი პერიოდი 2007-2013 წლები ისე იმძლავრა, რომ სერიოზულ პრობლემად იქცა. მოვიყვან რამოდენიმე მაგალითს. რეჟისორ ლევან სვანაძეს არაერთხელ დაუდგამს ლაშა თაბუკაშვილის მერე რა რომ სველია სველი იასამანი. მათ შორის ყველაზე გახმაურებული დადგმები იყო ქუთაისის და ბათუმის თეატრებში. სოსო ნემსაძემ კი ნინო ნაკაშიძის ვინ არის დამნაშავე ჯერ თეატრში გლობუსი წარმოადგინა, ხოლო შემდეგ ჭიათურის თეატრის სცენაზე. იგივე რეჟისორმა მიხეილ ჯავახიშვილის თეთრი საყელოს და შალვა დადიანის გუშინდელნის სამ-სამი ვერსია შექმნა. პირველი დაიდგა თეატრში გლობუსი, ახმეტელისა და გორის თეატრებში, ხოლო მეორე საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, გლობუსში და თავისუფალ თეატრში. ფართო საზოგადოებამ ნაკლებად იცის, როგორი წარმატებული სპექტაკლი იყო ნანა კვასხვაძის მიერ სტას ნამინის თეატრში დადგმული ბერნარდა ალბას სახლი. მაგრამ ქართველმა ვარიანტმა განხორციელებულმა კინომსახიობთა თეატრში არც მაყურებელზე საპრემიერო წარმოდგენების შემდეგ მაყურებელი სპექტაკლზე აღარ მივიდა და არც კრიტიკაზე სასიამოვნო შთაბეჭდილება არ დატოვა. გიორგი სიხარულიძემ კი კინომსახიობთა თეატრში დადგმული სპექტაკლი ლევ ტოლსტოის ანა კარენინა ქუთაისის მაყურებელს უჩვენა მესხიშვილის თეატრის მსახიობების შესრულებით. ისევე როგორც სანდრო მრევლიშვილმა მისი სავიზიტო სპექტაკლი ფელისიენ მარსოს კვერცხი ჯერ მეტეხის, ხოლო შემდეგ რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე დადგა. ნუგზარ ლორდ-ქიფანიძეს არაერთხელ დაუდგამს რაფიელ ერისთავის ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეს ქუთაისის, გორის, რუსთავის, მესხეთის თეატრებში. ასევე აკაკის ლექსების მიხედვით შექმნილ ლიტერატურული სპექტაკლი სამეფო ძველთა ძველო ქუთაისის და ცხინვალის ქართული თეატრების სცენებზე. რეჟისორების მიერ ერთსა და იმავე ლიტერატურულ საფუძველზე დადგმული სპექტაკლების ხელმეორედ დადგმა კი არ არის საგანგაშო ტენდენცია, არამედ მათი სრული სახით კალკირება. უახლესი ქართული თეატრის ისტორიაში არსებობს მაგალითები, როცა რეჟისორი ერთსა და იმავე ნაწარმოებს სხვადასხვა თეატრში სხვადასხვა აქცენტით, კონცეფციით დგამს. მაგალითად, შეგვიძლია მოვიხმოთ რობერტ სტურუას შექსპირის ჰამლეტის სერიები, რომლებიც საფუძვლიანად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, როგორც მისივე დავით კლდიაშვილის დარისპანის გასაჭირი, განხორციელებული ბათუმისა და რუსთაველის თეატრების სცენებზე. იგივე ითქმის გიორგი თავაძის მიერ განხორციელებულ ბუღაძის ნუგზარი და მეფისტოფელზე. ჯერ სამეფო უბნის, ხოლო შემდეგ ბათუმის თეატრების სცენებზე.
თეატრის კრიტიკოსები აღნიშნავდნენ ამ ორი წარმოდგენის რადიკალურ განსხვავებას. ეჭვგარეშეა, რომ სპექტაკლები სხვადასხვა ვერსიებს წარმოადგენენ. პირველ რიგში რეჟისორული გადაწყვეტით და ფინალით. აღარაფერს ვამბობ განსხვავებულ სცენოგრაფიულ სივრცეზე, ატმოსფეროსა თუ თამაშის განსხვავებულ მანერაზე, ახალ პერსონაჟთა გაჩენაზე. გიორგი შალუტაშვილის მიერ თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში დადგმული ვამპილოვის იხვებზე ნადირობა, რომელიც მოგვიანებით თავისუფალი თეატრის რეპერტუარში შევიდა, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, სპექტაკლი იყო იმ პერიოდის ქართულ თეატრში. პრემიერა შედგა 2007 წელს. სპექტაკლის პოპულარობას განაპირობებდა ახალგაზრდა მსახიობები, გიორგი შალუტაშვილის მოწაფეები. მათ შორის ნამდვილ ვარსკვლავად იქცა ბაჩო ჩაჩიბაია, რომლის სპექტაკლში ნახვის შემდეგაც რობერტ სტურუამ მსახიობი რუსთაველის თეატრის დასში ჩარიცხა. იგივე პიესა სახელწოდებით მონადირე გიორგი შალუტაშვილმა ახმეტელის თეატრში 2009 წელს დადგა. მეორე დადგმაში შეიცვალა ყველა მსახიობი, ბაჩო ჩაჩიბაიას გარდა. ახალი ვერსიის მხატვარი აივენ გოჭელიძე იყო. ერთი და იმავე სპექტაკლის გადატანა ერთი თეატრიდან მეორეში ხორციელდება იმის ფონზე, რომ გამოიცემა ახალი ქართული თუ უცხოურიდან თარგმნილი პიესები, რომელთა უმეტესობა მხატვრული ხარისხის თვალსაზრისით დიდ კამათს არ იწვევს. მაგრამ ჩვენი რეჟისორების უმეტესობა ამ პიესებით არ ინტერესდება. ნაწილს არ აინტერესებს უახლეს ქართულ დრამატურგიაში დასმული საკითხები. ნაწილს უცხოური პიესის ქართული თარგმანი არ აკმაყოფილებს. ამიტომაც ქართველი რეჟისორების უმრავლესობა ან კლასიკური პიესის დადგმას ამჯობინებს, ან კინოსცენარის, რომლის სიუჟეტიც კარგად არის ნაცნობი მაყურებლისათვის. უახლესი ქართული თეატრის ერთ-ერთი პრობლემაა უმაღლესი სახელოვნებო განათლების დაუსრულებელი და საბოლოოდ ჩამოუყალიბებელი რეფორმა, მუდმივად სატესტო რეჟიმში გადასული და ცვალებადი საგანმანათლებლო სისტემა ვერაფრით მოერგო სპეციფიკური პროფესიების ბადეს. სწავლებაში შეიცვალა ბევრი რამ, მაგრამ შეუცვლელი დარჩა მეთოდიკა და პრინციპები. დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობის კურსდამთავრებულები ისე ხდებიან პროფესიონალები, რომ ისინი პრაქტიკას კამერასთან არ გადიან. აღნიშნული პრობლემის გადაჭრა დაიწყო 2021 წლიდან. კვალიფიციური მსახიობები თითქმის არ იცნობენ მეინსტრიმული სტანისლავსკის სისტემის გარდა სხვა სისტემებს და მუშაობის მეთოდიკას. საქართველოში მთავარ უმაღლეს სახელოვნებო სასწავლებელში, საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მიაჩნიათ, რომ სტანისლავსკის მეთოდით მსახიობის პროფესიის შესწავლა დღემდე უალტერნატივოა. საწყის ეტაპზეც კი, ისევე როგორც თანამედროვე ბალეტის მსახიობი ვერ გახდება არტისტი, თუ მან კლასიკური ბალეტის საფუძვლები არ შეისწავლა. ამიტომაც საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ წამყვან დრამატული ხელოვნების სკოლაში, სტანისლავსკის სისტემით მსახიობის ხელოვნების სწავლება საწყის ეტაპზე უალტერნატივოა. თუმცა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობენ პროფესორები, რომლებიც სტუდენტებს ბოლო კურსზე აცნობენ სხვა მეთოდოლოგიებსაც. რამდენიმე გამონაკლისის გარდა ძნელად მოიპოვება ისეთი ახალგაზრდა მსახიობი, რომელიც თანაბრად ფლობს სამსახიობო ოსტატობის ტექნიკას. აქვს კარგი გამართული სამეტყველო აპარატი, ვიზუალური მხარე, პლასტიკურია და შეუძლია სწორად და კარგად იმღეროს. თანამედროვე არტისტების უმრავლესობა თვლის, რომ მისი ვალდებულება სულაც არ არის მღეროდეს ან ცეკვავდეს, როგორც პროფესიონალი. დიდი პრობლემაა ჩვენი მსახიობისათვის ფიზიკურად ფორმაში ყოფნა. ხშირად ხვდებით მსახიობებს, რომლებიც ფიზიკურად მოუმზადებლები არიან. სირთულეს წარმოადგენს სხეულის ფორმის შენარჩუნება და შესაბამისად სცენაზე მოძრაობა. ზოგჯერ გადაადგილებაც კი მალევე იღლებიან
და სუნთქვაც კი უჭირთ. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტს დეკანი 2014-2020 წლებში გიორგი შალუტაშვილი იყო. მჭიდრო პარტნიორობა აკავშირებს მსოფლიოს მრავალ სახელოვნებო სკოლასთან. მათთან უნივერსიტეტს, განსაკუთრებით დრამის ფაკულტეტს, მჭიდრო პარტნიორობა და გაცვლითი პროგრამები აკავშირებთ. ეს სკოლებია ლონდონის საერთაშორისო დრამის სკოლა, როუზ ბრუფორდის კოლეჯი, დიდი ბრიტანეთი, ტარტუს უნივერსიტეტი, ესტონეთი, ბილკენტის უნივერსიტეტი, სტამბოლის ბილგის უნივერსიტეტი, მიმარ სინანის სახელოვნებო უნივერსიტეტი, თურქეთი, სარაევოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სკოლა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, იერუსალიმის ბაზალელის ხელოვნებისა და დიზაინის აკადემია, ისრაელი, კლაიპედას უნივერსიტეტი, ლიეტუვის მუსიკისა და თეატრის აკადემია, ვილნიუსის სამხატვრო ხელოვნების აკადემია, ლიეტუვა, ლოძის პოლონეთის ფილმის, ტელევიზიისა და თეატრის ეროვნული სკოლა, პოლონეთი, მუსიკისა და დრამის აკადემია, გოტებურგის უნივერსიტეტი, შვედეთი, ბრონოს იანაცეკის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების აკადემია, ჩეხეთი, დრამის ცენტრალური აკადემია, ჩინეთი, მიუნხენის ტელევიზიისა და კინოს უნივერსიტეტი, გერმანია, ბელარუსის ხელოვნების ეროვნული აკადემია, ბელარუსი, ერევნის თეატრისა და კინემატოგრაფიის ეროვნული ინსტიტუტი, სომხეთი, კარპენკო-კარის თეატრის, კინოსა და ტელევიზიის უნივერსიტეტი, უკრაინა, რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტი, ყაზახეთის ხელოვნების ეროვნული აკადემია, ტურანის უნივერსიტეტი, ყაზახეთი. სწორედ ამ პარტნიორობის ფარგლებში არაერთი მასტერკლასი, ვორქშოპი, გასტროლი მოეწყო, სადაც მოხდა გამოცდილების გაზიარება. 2018 წელს დაწყებული თანამშრომლობა ისრაელის საშემსრულებლო ხელოვნების სტუდიასთან, იორამ ლოვენტაინის სამსახიობო სკოლა, გაგრძელდა ერთობლივი პროექტით. საქართველო-ისრაელის სტუდენტური პროდუქცია. 2019 წლის აპრილში თელ-ავივში იმყოფებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი გიორგი მარგველაშვილი, დრამის ფაკულტეტის დეკანი გიორგი შალუტაშვილი, ასისტენტი თამთა თავდიშვილი, დრამის ფაკულტეტის ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსი მარინა ხარატიშვილი და 6 სტუდენტი: ირაკლი ჩხიკვაძე, ირაკლი კერესელიძე, გივი ბალანჩივაძე, ანა ზენაიშვილი, ნინო ლორთქიფანიძე და ანა გვანცელაძე. ივლისის თვეში პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში შედგა ისრაელის საშემსრულებლო ხელოვნების სტუდიის, იორამ ლოვენტაინის სამსახიობო სკოლა, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების საპასუხო ვიზიტი. ორი სამსახიობო სკოლის ბაზაზე შეიქმნა კოპროდუქციები. სტუდენტებმა მიიღეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განსხვავებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, გაფართოვდა მათი თვალსაწიერი, დაეუფლნენ ინდივიდუალურ და გუნდურ მუშაობას, მოხდა თეატრის ჰოლისტიკური აღქმა ეროვნული ღირებულებების, ადგილობრივი და განსხვავებული თეატრალური ტრადიციების გათვალისწინებით. საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირებისა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ერასმუს პლუსის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ICM Mobility იმხანა დრამის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი შალუტაშვილი, პროფესორის ასისტენტი, პედაგოგი თამთა თავდიშვილი და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საერთაშორისო პროგრამების სამსახურის უფროსი ნანა ლეწვერიძე ოფიციალურად მიწვეული იმყოფებოდნენ ლონდონის როუზ ბრუფორდის თეატრისა და საშემსრულებლო ხელოვნების კოლეჯში, საერთაშორისო დრამის სკოლა, ლონდონს International Drama School of the Theatre and Performance. ქართველმა პედაგოგებმა ჩაატარეს მასტერკლასები, დაიგეგმა ერთობლივი პროექტების განხორციელება, პედაგოგების ურთიერთგაცვლა მასტერკლასების ჩატარების მიზნით. გიორგი შალუტაშვილი კი მიწვეულია როუზ ბრუფორდის სტუდენტებთან
სპექტაკლის დასადგმელად. 2020 წელს დაწყებული მოლაპარაკებები იტალიის უნივერსიტეტებთან გაცვლითი პროექტების ფარგლებში ერთობლივ თანამშრომლობაზე წარმატებით დასრულდა. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი იტალიის სახელოვნებო უნივერსიტეტებთან და საქართველოს სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან ერთად KA7 Erasmus+ ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს მულტიდისციპლინურ კონსორციუმში BSDV, რომელიც განხორციელდა 2021-2022 წლებში. კონსორციუმის მიზანია ერთობლივი ინტელექტუალური პროდუქტის შექმნა მუსიკის, ცეკვისა და მულტიმედიის მიმართულებით. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სტუდენტების აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლა. 16 ოქტომბერს Erasmus+ დღეების ფარგლებში შედგა აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია და ვიდეო რგოლის ჩვენება. კონსორციუმის გარდა უნივერსიტეტი 2021-2022 წლებში ითანამშრომლებს იტალიის ნაციონალური ცეკვის აკადემიასთან. KA7 Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, რომელიც დასრულდება 2023 წლის ივლისში. 2020 წელს მოლდოვას სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაწყებული თანამშრომლობის შემდეგ 2021 წლის იანვრიდან უნივერსიტეტი ჩაერთვება ინტუიციური განვითარების პროექტში საქართველო, მოლდოვა და ამერიკა. პროექტი მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნების კურსდამთავრებულთა დასაქმების პოტენციალის განვითარებას სტუდენტების სამეწარმეო უნარების განვითარების გზით. აუდიო წიგნი მზადდება შემეცნებითი საგანმანათლებლო პროექტის რადიო კინოს ფარგლებში. სტუდია კოცის, სოკო სტუდიოს და დიოგენე 2020-ის ბაზაზე.